აგრესიული. და მე ამას ვთვლიდი, უბრალოდ მეთქი ეს ბავშვი რახან აყავს დედა, იმიტომ იქცევა ესე. და არ ვთვლიდი საჭიროდ რომ ბავშვი მომერიდებინა და სულ ვთხოვდი რომ ეთამაშა მაგ ბავშვთან. ის კი არა ბავშვზე მოაწყო თავდასხმა, ბავშვი წააქცია, დაბლა ეკდო, უკმინა კლავზე და თავის კლასელები ვეღარ აცლიდნენ, ბავშვი მარტო ვერ იცლიდა. რო ავედი ჩაბჟირებული ბავშვი რო ჩამოვიყვანე, მივიყვანე დირექტორის მოადგილესთან. მთხოვეს მივაქცევთ ყურადღებას, არ გამოვიძახეთ არც სასწრაფო, რომ სასწრაფოს მოყვებოდა პატრული. და არ მქონდა იმის სურვილი, რომ ბავშვი დაენახა იქ პატრული და ვიღაცა შეშინებოდა. მთხოვეს გადავიყვანოთ საავადმყოფოში, რომ გადმოვართ სხვა კლასში გადავიყვანთ. იქიდან რომ გადმოვედით, ბატონმა ზურამ უარი განმიცხადა, ის კი არა ჩემი შვილი დაადანაშაულა, მაგან დაარტყავ, მაგის ბრალი იყო და მე სხვა კლასში ვერ გადაგიყვანთ, ადგილები არ არის, თუ გინდა. მე ვტუთხარ, მაშინ გავიყვან ამ სკოლიდან, წავალ სხვა სკოლაში გადავიდე. კი ბატონო, გაიყვანე, თუ გინდა, მანდ მუშაობდი და შენც წადი მაშინ სამსახურიდან. აი ესეთი პასუხი და მე მაგას ვთვლი, მაგას ნორმალური ადამიანი არ მგონია რომ ეგეთი რამე ეთქვა. სკოლის დირექტორმა უარი გითხრათ პატრულის გამოძახება. დირექტორმა კი არ მითხოვარ, დირექტორის მოადგილე მითხრა მე წაგიყვანთ საავადმყოფოში და არ გინდა სასწრაფო და იმას პოლიცია მოყვება და რა გვინდა ზედმეტი აუზაური. თორემ მთხოვეს მანდატურებმა გამოვიძახოთ სასწრაფო და ბავშვებს სასწრაფო მიხედავს. როდესაც ბავშვები ჩხუბობდნენ, ამ დროს სად იყვნენ მანდატურები ან პედაგოგები? არ ვიცი, მე ავდიოდი ბავშვთან, ეს ორი ბავშვი ყოფილა კლასში, ეს ჩემი შვილი და ის თავდამსხმელი. მე რო შევედი კლასში უკვე ბავშვი წამოყენებული ყავდა ფეხზე და ჩაბჟირებული იყო და მე რო შევედი უკან შემოყვა დამრიგებელიც. კი ბატონო, რომელ კლასში სწავლობს თქვენი შვილი? მეხუთე კლასში.